ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით ღმერთის სიტყვის შესახებ, მაგრამ ჩვენ გვისმენს ასევე ზედა საზოგადოება ძვირფასებო, ცოცხალთა და არა მკვდართა. ზეცა ორიენტირებულია ზეცის სამეფოზე დედამიწაზე. დედამიწაზე არსებულ ზეცის სამეფოზე. ჩვენ ვკითხულობთ აბრაამის ისტორიას, ჩვენ ვკითხულობთ იოსების ისტორიას, ეს ბიბლიური ისტორიაა ჩვენთვის, მაგრამ მათთვის მათი ცხოვრებაა. ვიღაცა ტელევიზიით გაშუქებულ ამბავს შეესწრება და მოკრავს ყურს, რომ ვიღაცა გვედავება ამ შენობაზე. ეს ვიღაცისთვის შენობაა. მაგრამ ჩვენთვის ეს ისტორია. 2012 წლის თებერვლის თვეში, როგორ უთხრა უფალმა პასტორი ზაალის, რომ მოეძებნა ნაკვეთი, სადაც უნდა აგვეშენებინა უფლის მიზნისათვის. ასე რომ ჩვენ ვკითხულობთ აბრაამის ისტორიას და ჩვენ ვერასოდეს ვერ ვგებულობთ ბოლომდე, რას ნიშნავს ის აბრაამისათვის. და ძალიან შეეხო ჩემს გულს რაღაც მომენტი და დღეს მინდა ეს მუხლი გაგიზიაროთ და ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? აბრაამიც გვისმენს ზეციდან. და აბრაამს აინტერესებს ჩვენ რამდენად ვიაზრებთ და როგორ ხვდებით უფლის მიერ ჩადებულ მესიჯს მის ცხოვრებაში. არის ორი მოდგმა დედამიწაზე ედემის ბაღიდან დაწყებული. ერთი მოდგმა არის აი ასეთი მოდგმა. დაბადების მე-17 თავის პირველი მუხლი. 99 წლის იყო აბრაამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი, იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. ინგლისურად წერია იარე ჩემს წინაშე და იყავი მართალი. სიტყვა blameless, ანუ იყავი დარჩი ჩემს სამართლებრივ ჩარჩოში. არ გადაუხვიო ჩემს გზებს, ჩემს ზეცის პრინციპებს, ჩემს სამართალში დარჩი. ჩემს წინაშე იარე, ქვეყნიერების წინაშე ნუვივლი და იცით დიას და რენეს ვასწავლი ხოლმე ამის შესახებ და რაღაცნაირად მერც გამახსენდა ეს აბრაამის ისტორია. ხელახლა გავიაზრე უკვე იმ ასაკში, რა ასაკშიც ვიმყოფები. და ადამიანები, რომლებსაც სულიერი გამოცდილება არ აქვთ, მარტივად ქადაგებენ. გამოვიდა ქალდებელთა ურიდან, უფალმა უთხრა, რომ გეყოლება შვილი და მან ირწმუნა ეს. კი, მან დაუჯერა ღმერთს. რა თქმა უნდა ირწმუნა, როდესაც ღმერთი გამოგეცხადება და გეტყვის შენ, რომ წამოდი, შენ და სარას არ ყავთ შვილი, მაგრამ მე გაგამრავლებთ. და როდესაც გადის შემდეგ წლები და რაღაც სხვანაირად მიდის თითქოს ისტორია, ეს მხოლოდ აბრაამს შეუძლია გაიგოს ეს ყველაფერი. და აბრაამის ისტორია უკვე დამთავრებულია და ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ. აბრაამი ძლიერი არ ყოფილა, მისი ყველაზე ძლიერი მხარე არ ყოფილა ის, რომ მან ირწმუნა, რომ ისააკი ეყოლებოდათ. ღმერთმა გააკეთა ყველაფერი, ისააკს დაერქვა, უთხრა მა დაარქვით სახელი ისიცინის. ანუ თქვენ იცინოდით, სარასაც ეკუთვნის და აბრაამსაც. თქვენ იცინოდით, მე რომ გეუბნებოდით, თქვენ გეყოლებათ ძე. ეს მათი ძლიერი მხარე არ ყოფილა, მაგრამ არ მინდა დავაკნინო მათი გული ღმერთის წინაშე, მათი მინდობა. ეს აბრაამის სიძლიერე იყო. გესმით? ღმერთის მინდობა უფრო მეტი ქონდა აბრაამს, ვიდრე იმის დაჯერება, რომ მისი გალეული ეს ჰორმონები და ეს ყველაფერი, რაც ადამიანში ამ რეპროდუქციულ სისტემას ამოქმედებს, ეს აღარ იყო მის სხეულში და რომ მას ეს ყველაფერი განუახლდებოდა და სარას, რომელიც გადაასული იყო უკვე მენოპაუზის პერიოდს, მას ყველაფერი ხელახლა აღუდგებოდა. ან რაში ჭირდებოდა ღმერთს ეს ყველაფერი? თუ მას უნდოდა განაახალგაზრდები არ იყვნენ მანამდე? ასე რომ ეს აბრაამის სიძლიერე არ ყოფილა. ვკითხულობ რა აბრაამის ისტორიას, მე მინდა გითხრათ, მისი სიძლიერე იყო ის, რომ ის ბოლომდე გებულობდა თუ არ გებულობდა,
უფლის გულის ნადებს ისე მორჩილებოდა ღმერთს. რას აკეთებდა? არსემდა არანაირ ნივთებს თაყვანს, გესმით? არ იტყოდა მრავალი დადის ამ გზაზე და რა ვქნა, რა მიჭირს. მიატოვა ქალდეველთა კერპები და წარმართული თაყვანისცემანი გამოვიდა და აი ასე დადიოდა მარტო კაცი. არც ქანაანელების აყრას აპირებდა უფალი. მათი ცოდვის ფიალა არ იყო ჯერ ავსებული, ყველაფერი ზუსტად დროში ქონდა ღმერთს გათვლილი. ეხლა მოდის აღდგომა. დაიწყება ჭამასმა, იცით რა არის? უფალს ქონდა მისი გეცემანია. ჩვენთვის აღდგომა რა არის? პასკები, კვერცხები, კეიფები, ერთი ჭიქა კიდე. მაგრამ ეხლა უფლის გულს დაუკვირდი. მას რა ახსენდება? ჯერ ერთი ესეც არის წარმართული თარიღი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ პასექზე და რომელიც სავსე მთვარეობით და მთვარის მიხედვით იყო ებრაული წელი შედგენილი. სპეციალურად გააკეთა ღმერთმა, მცოცავი იყო, რომ განსაკუთრებულ კონკრეტულ დღეებს წარმართულად არ მიწებებოდნენ და მიჯაჭოდნენ ადამიანები. და ეხლა ჩვენ კეიფობთ, კეიფისთვის ვემზადებით, მაგრამ იესოს ისტორიას თუ გითხულობთ, რა არის ეს? მისთვის ტკივილი არის, გესმით ძვირფასებო? იყოს დღე, როდესაც შენ უბრალოდ გიღალატეს. შენმა ერმა გაგყიდა. თქვა რომ ჩვენზე რო გადმოვიტანოთ, ეს ქართველი არ არის, ეს უღირსი კაცი იყო, ეს აფერისტი იყო. მას რაღაც პოლიტიკური გათვლები ჰქონდა. მას უნდოდა რომის იმპერიასთან შეკვრა, მას უნდოდა ისრაელის ნათელი მომავლის დასამარება. ყველა მუღალატა. სასამართლომ გააცუდა განაჩენი, გამოიყვანეს, მასხრა დაიგდეს, სცემეს ყველას დასანახა, დაამცირეს მისი ღირსება და მამაკაცობა. ეს არის ის დღეები. შენ კვერცხებს ღებავ, ღლიცინებ, კეიფისთვის ემზადები, ვისთვის რა ისტორია? აბრაამის ისტორიას ვკითხულობთ. წლები დადიხარ, მაგრამ იარე ჩემს წინაშე და იყავი უბიწო. არ გადახვიდე ჩემს გზებს. დადიოდა შტერივით აბრაამი. ნაცვის ხეებს არ დგამდა. დაწერილია იერემიაში. წავიდოდნენ ტყეში, მოჭრიდნენ, ლურსმები დაამაგრებდნენ, მაშინ ვერცხლი და ოქრო იყო, იმით იმორთავდნენ. ეს არის სიცოცხლის ხის წარმართული ჩამნაცვლებელი. გესმით? ვითომ ღმერთი მოდის და მოაქვს შენთვის საჩუქრები. ეს არის ის, რასაც სიბოროტე მოაქვს ადამიანებისთვის. და აბრაამის სიძლიერე თუ რაიმე იყო ის, რომ მისი ცხოვრება გახდა მოდელი მორწმუნეთა მოდგმისათვის. და რატომაც მას არ ეყოლა ისააკი მთელი 25 წლის განმავლობაში იყო ის, რომ ღმერთს უნდოდა მისი გულის წინა დაცვეთა ბოლომდე უნდა მომკვდარიყო. ქვეყნიერებისთვის, რისთვის? აი რაღაცეებისთვის, რითიც ქვეყნიერება მუდამ გაწვება შენ. ეს სირცხვილია, ის სირცხვილია. ნათესავები გიყურებენ, სირცხვილია. იესოს ოფთან ერთად სისხლი მოსდიოდა, რამხელა ფიზიოლოგიურ პროცესსაც გადიოდა გეცემანის ბაღში და შენ რომ კვერცხებს აჭახუნებ და ისე უგუნურებ, რას აკეთებ? ისევ გულს ტკენ. იცი რა იესო? შენ კი იყავი შტერი, მაგრამ მე მინდა ვიყო ბრძენი. მაგრამ მე დღეს სხვა სიტყვა მაქვს სათქმელი. ეს გზა თუ ვერ გაიარე, ვერასოდეს გაიგებ აბრაამის ისტორიას, მაგრამ როდესაც მას ეყოლა ისააკი და ისააკი იზრდებოდა, ის უკვე წინა დაცვეთილი იყო, სიმბოლოდ და ნიშნად იმისა, რომ მისი გული მკვდარი იყო ყველანაირი ქვეყნიერების ტექნოლოგიებისთვის. მას არაფრის არ სწვენოდა. მას არ სწვენოდა ქანაანელი თავადების, მას არ სწვენოდა აბიმელექსის, მას არ სწვენოდა მაშინდელი წარჩინებული ადამიანების და თავკაცების, მაშინდელი ტომებისა. მას არ სწვენოდა ეს ყველაფერი. ის იდგა და იცით რა? ამ ხალხმა მას პატივისცემა დაუწყო. ეუბნებოდნენ, აშკარაო,
ღმერთის ხელი არისო შენზე. მეფეები გახდნენ მასზე დამოკიდებული ნელ-ნელა და სოდომი და გომორიც მის განადგურებამდე რაღაცა კუთხით დაიცვა ა ブラ ამმა ლოტი გამოიხსნა, როდესაც მტერი დაესხა მათ თავზე. 4 მეფე დაესხა 5 მეფეს და გაიმარჯვეს და ლოტი წაასხეს მთელი ქონებით ამ ქალაქ სახელმწიფოების ქონებასთან ერთად. იცით, შემდეგ როდესაც მან ეს პატივისცემაც მოიპოვა ყველაფერი, თავიდან ალბათ დასცინოდნენ. შეიცვალა ეს ყველაფერი და მოხდა მისი წინა დაცეთვა, მისი სახელით შეიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გახდა კაცი, რომელიც გამოდგებოდა მაგალითად მორწმუნე ერისათვის, რომელი ერისათვის იარე ჩემს წინაშე, არაფრის შეგწყვეს. ანუ ჩემ ასრს კონდე შენთვის მნიშვნელობა, მეზობლის და ნათესავის ასრს კი არა. შენი თანაკურსელის ასრს კი არა. ჩემ ასრს და იყავი უმწიკლო, არ გადაუხვიო, არ გახვიდე ჩემი ლეგალური ჩარჩოებიდან, ჩემი სამართლებრივი სივრციდან. არასოდეს მოკიდო პირველ ხეს ხელი, ყოველთვის მენდე, ყოველთვის გამომყევი. ა ブラ ამის ცხოვრება თუ რაიმე იყო ის, რომ ის ბოლომდე ვერ გებულობდა ღმერთის ამ წინამძღოლობას, მაგრამ ენდობოდა ეს მისი სიძლიერე იყო. და აი მოვიდა დრო, ისააკიც ყავს. უკვე ჩაიხუტა, ძუძუსაც მოაცილეს, დიდი ზეიმი გამართეს. ასე იყო, იცით, როდესაც დედის უკვე ძუძუს აღარ წოვდა და ამასაკს გადააბიჯებდა ალბათ 2 წლინახევრის რაღაც, შემდეგ გარკვეული ზეიმით აღნიშნავდნენ ხომი ამას. ეს გადაიხადეს ყველაფერი, უკვე წამოიზარდა ისააკი, მამიკოს ეძახდა, ეხუტებოდა, თამაშობდნენ. და ერთ დღეს ეუბნება ა ブラ ამ, წაიყვანე ეს შენი ძე, რომელიც სარას განკეყოლა. წაიყვანე და შემომწირე. მაშინ ადამიანების შეწირვა უცხო არ იყო. მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი? მთელი ცხოვრება ღმერთი ეუბნებოდა, ვარსკვლავებით გაგამრავლებ, სარასგან გაგამრავლებ. ა ブラ ამი იცით, ღირსეული კაცი იყო, მისი პირველი სახელი იყო ა ブラ ამი, ღირსეული მამა, პატივცემული მამა, მაგრამ შემდეგ გახდა მრავალის მამა. და ღირსეული კაცი იყო, მაგრამ მას თავისი სისუსტეებიც ჰქონდა. ეს ჩანს მისი ისტორიიდან, როდესაც შეეშინდებოდა ხოლმე და სარას თხოვდა, რომელიც მართლა მისი ნახევარად დაიყო მამის მხრიდან და არა დედის მხრიდან, რომ ეთქვა ყველგან, რომ მისი დაიყო და მისი ცოლი არ იყო, იმიტომ სარა ლამაზი ქალი იყო და ფიქრობდა, რომ ის გამო მოკლავდნენ მას, რათა სარა წაერთვათ. და იცით, ვერაფერი გაიგო, როგორ გამრავლდებოდა სარასაგან და ისააკისაგან, თუ მას უნდა შეეწირა ისააკი. ვერაფერი გაიგო, მაგრამ ბოლომდე დაემორჩილა. და მოხდა ის ისტორია, რაც მოხდა მორიას მთაზე, სადაც თითქმის 1600 წლის შემდეგ იესო ქრისტე შეეწირა მრავალის მსხვერპლად. მაგრამ ძვირფასებო, დღევანდელი ჩემი ქადაგების მთავარი მუხლი არის, რაც მინდა გითხრათ. დაბადების 22 თავის. დაბადების 22 თავის, მე-17 მუხლი. როდესაც ა ブラ ამი დგას ამ მთაზე, მისი მსახურებიც უკან დატოვა, შეშაც გააწყო სამსხვერპლოზე, სახელდახელოდ გააკეთა, ისააკიც დააწვინა, ხელებით შეუკრა. აიღო დანაც, რომლითაც უნდა შეეწირა ისააკი. შემდეგ უფლის ანგელოზი გამოჩნდა, იცით თქვენ, და არ მისცა საშუალება ისააკის შეწირვისა და უთხრა, ვინაიდან ბოლომდე დამემორჩილე. შენ იქნები უკვე მოდელი მორწმუნე ერისა. და მორწმუნე ერი როგორია, რომელიც დადის ღმერთის წინაშე, დაემორჩილება ღმერთს.
მაგრამ მეორე მახასიათებელიც აქვს მორწმუნე ერთ და ახლა მინდა წაგეკითხოთ. დაბადების მე-17 თავის მე-17 მუხლი. კურთხევით გაკურთხებ. უკვე ამ აქტის შემდეგ ეუბნება ღმერთი. როდესაც ანგელოზი გამოეცხადა, ისევ იმ მთაზე დგას, ახალი ამბავია, იმ წამებში ხდება ყველაფერი. კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას, ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით. ამას სულ ეუბნებოდა. სანამ ისააკი ეყოლებოდა, მანამდეც ეუბნებოდა, მაგრამ ამ მოვლენის შემდეგ უფალი ამატებს ერთ წინადადებას კიდე. დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს. ინგლისურად წერია. კარიბჭეს შენი მტრისას და ინგლისურად ვამბობ, უფრო ზუსტ თარგმანთან არის და ბევრი თარგმანები რო გახსნა, მიხვდები უკვე რა წერია იქ მართლა სინამდვილეში. უფრო ზუსტ თარგმანზე მაქვს საუბარი. შენს მტერთა კარიბჭეს თუ აიღებდი იმ დროში, ქალაქი აღებული ქონდა. ასე იყო? დიდი კარიბჭეები იყო? კარიბჭეში თუ შეხვიდოდი, ისე გალავანი ეკვრა. რთული იყო შესვლა, სანამ გადაძვრებოდი, ზევიდან ის არის მოგხვდებოდა. მოკლედ ასეთი იყო მაშინდელი საბრძოლო ტაქტიკა. ღმერთი იმერს, რომელიც ღმერთის წინაშე დადის და არ გადის მისი პრინციპებიდან მას ემორჩილება. არ არის ამ წარმართულ რიტუალებში ჩართული. არ არის იმდენად უგრძნობი იესოს მიმართ, რომ გადააბიჯოს მის გეთსემანის ლოცვასა და განცდებს და მეორე დღეს კვერცხები და პასკები უგოროს და ქეიფად გადაახურდაოს მისი ეს დიდებული ისტორია მორიას მთაზე. ასეთ მოდგმას ეუბნება ღმერთი, თქვენ ხართ ის, ვისაც გაძლევთ თქვენი მტრის კარიბჭეებს. გესმით ძვირფასებო. ის ხალხი, რომელიც ვართ ღმერთის ერი, მხოლოდ დევნებში კი არ გავდივართ, მხოლოდ ამ წინააღმდეგობებში კი არ გავდივართ, არამედ ჩვენ ვართ გამარჯვებული ერი. ეხლა მტრის კარიბჭის აღება ნიშნავს სასამართლოების უკან დაბრუნებას. არჩევნების უკან დაბრუნებას, გესმით? ქვეყნების უფლისათვის შობას. ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული ერი და იმ გზებით, რა გზაც არის მის წინაშე სიარული, თქვენ რომ იქცევით სწორად, ვინც იქცევით. რომ წარმართულ რიტუალებში არ ეფლობით, რომ მიუხედავად იმ საზოგადოებრივი წნეხისა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის, ვინაიდან ყველა ასე იქცევა, ჩვენ მაინც სხვანაირად ვიქცევით. კარგით? ამიტომ ღმერთი მოგცემს გამარჯვებას. საქართველო იქნება უფლის სინათლის ქვეყანა. დიდება უფალს. ამინ. დიდება უფალს. თქვენთან ერთად ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჩვენი ძვირფასი შორენა და თქვენ ჩვენო ძვირფასო ადამიანებო. ჩვენ შორენა გავზარდეთ ისე ის ბევრ სირთულეებს გადის, მე ძალიან კარგად ვიცი მისი მდგომარეობა, ბოროტ სხვა განაჩენი აქვს მისთვის დაწერილი, მაგრამ იქზე და სასამართლო სხვა განაჩენს ღებულობს. ჩემი შორენა იცოცხლებს, ის იგალობებს და გავიხარებთ. დიდება იესოს. მოდით წამოდგეთ მოკლედ ვილოცოთ.